კულტურის სამინისტრომ ბათუმში 2 იანვარს ცისფერი ტრიოს კონცერტის ორგანიზება შეპესე არტპრომ პლუს დაუკვეთა, რაშიც 117,000 ლარი გადაუხადა. არტპრომმა კი ქვენკონტრაქტები გააფორმა. მათ შორის შეპესე მემანიკა პროდაქშენთან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროვნული მუსიკალური ცენტრის დირექტორი ნიკა მემანიშვილია. მემანიკა პროდაქშენი იმ დროს ერთი თვის დაფუძნებული იყო. ჩვენ შეგვეხმიანენ მე ჩემის მხრივ და რეჟისორს დათო დოიაშვილს ერთობლივად შეგვეხმიანენ კულტურის სამინისტრო და ვთხოვეს რომ თუ გვექნებოდა დრო და საშუალება ამისი რომ გაგვემეორებინა ზუსტად ესეთი კონცერტი დაუშვათ ბათუმში, რომელიც პირდაპირ ეთერში იქნებოდა და უფრო მასშტაბს შეიძენდა ვიდრე მხოლოდ ფილარმონიაში, იმიტომ რომ იქ მაინც რაღაც გარკვეული რაოდენობის საზოგადოება ვნახა და იქ იყო პირდაპირ ეთერზე საუბარი და ისეთ უფრო მასშტაბურ ღონისძიებაზე. მემანიკა პროდაქშენს ცისფერი ტრიოს კონცერტის მუსიკალურ გაფორმებაში 25,750 ლარი გადაუხადეს. იმავე კონცერტის მუსიკალურ რეჟისურასა და პიანისტობაში 11,250 ლარი გადაუხადეს თავად ნიკა მემანიშვილს. ეს ზუსტად არ მახსოვს, ჩემი ჰონორარი რამდენი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია ეს ყოფილიყო, მაგრამ სადღაც ჩემი ჰონორარი როგორც წესი არის ხოლმე $5,000. აღსანიშნავია ის, რომ გასართობი ღონისძიებების ვიდეო გადაღება და პირდაპირ ტრანსლაციის უზრუნველყოფას უმრავლეს შემთხვევაში შეპესე ჰორიზონტ TV სტუდიას უკვეთავენ, რომლის დამფუძნებელიც დავით გერსამიაა. დავით გერსამია კომპოზიტორ მაცეცო სებისკვერაძის შვილია. სწორედ გერსამიაა პრეზიდენტის ოფიციალური ტელემიმართვების უმრავლესობის რეჟისორი. დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებისაგან მოვიპოვეთ, ყველა გასართობი ღონისძიების ფინანსურ ინფორმაციას არ ასახავს. თუმცა მაინც შთამბეჭდავ ციფრს აღწევს. 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის ბოლომდე კულტურის სამინისტროს ინფორმაციით გასართობ ღონისძიებებში დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. უმრავლეს შემთხვევაში ყოველგვარი ტენდერის და შერჩევის გარეშე. ხელისუფლება სამართლიანი შერჩევისა და კონკურსის გარეშე სახელმწიფო დაკვეთებს ფავორიტი კომპანიების გარდა კონკრეტულ შემსრულებლებსაც აძლევს. კიდევ ერთი შემსრულებელი, რომელსაც სახელმწიფო ხშირად აფინანსებს, ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბაა. 2009 წლის 10 ოქტომბერს რუსთავში სახალხო დღესასწაულ შოთაობაში ზაზა კორინთელის მონაწილეობა კულტურის სამინისტროს 6,500 ლარი დაუჯდა. ამავე წლის 31 ოქტომბერს სოფელ მირზააში ფიროსმანობაში მონაწილეობა კი 5,300 ლარი. 1 ივნის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზაცია წამს დაეკისრა, რომლის დირექტორიც ზაზა კორინთელია. კორინთელის ორგანიზაციისათვის გამოყოფილმა თანხამ 9,200 ლარი შეადგინა. კულტურის სამინისტრომ ჯგუფ ბერმუხას საიუბილეო საღამოს გამართვისათვის შეპესე არტ ფაქტორს 4,000 ლარი გადაუხადა. ამ ფირმის დამფუძნებელიც და დირექტორიც ზაზა კორინთელია. ამერიკაში გასტროლისათვის 370,000 ლარი გამოუყო პრეზიდენტმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, რომელსაც ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს. ფავორიტი ფილმების მსგავსად სახელმწიფო უწყებებს ფავორიტი შემსრულებლები წავს, მაგალითად ბუბა კიკაბიძე. ბუბა კიკაბიძე 70 წელი 2008 წლის 17 ივლისს შეუსრულდა. მის იუბილესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 21 ივლისს 60,000 ლარი გამოიღო. ამავე დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კიდევ ერთი განკარგულება 28 ნოემბერს გამოსცა და კიკაბიძის იუბილეისათვის დამატებით 50,000 ლარი გამოყო. კულტურის სამინისტრომ 2009 წლის ბოლოს ბუბა კიკაბიძის კონცერტი 114,000 ლარი დააფინანსა. ზემოთ ჩამოთვლილი თანხების უმრავლესობა პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან არის გამოყოფილი. სარეზერვო ფონდები თავდაპირველად მხოლოდ სტიქიური კატასტროფების დროს გამოწვეული ზარალის და სხვა გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიქმნა. თუმცა სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში ფორმა იცვალა და დღეს ამ ფონდებიდან თითქმის ყველაფრის დაფინანსებაა შესაძლებელი. 2008 წელს შესყიდვების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით სარეზერვო ფონდებიდან გამყოფილი თანხა შესყიდვების კანონმდებლობის კონტროლიდან სრულად გამოვიდა. დღეს უკვე პრეზიდენტს შეუზღუდავად შეუძლია რამდენიმე მილიონიანი კონცერტი, ფესტივალი თუ რაიმე სხვა ღონისძიება ისე დააფინანსოს, რომ ამისათვის სახელმწიფო უწყებებმა არც ტენდერი გამოაცხადონ და არც შერჩევის რაიმე ფორმა გამოიყენონ. ეს ცვლილება იმიტომ განხორციელდა, რომ სრული თავისუფლება მინიჭებოდა მთავრობას და პრეზიდენტს ისე განეკარგა სარეზერვო ფონდები, როგორც მას სურდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი თამარ გურჩიანი ამბობს, რომ პრეზიდენტმა კანონი მოირგო.
რამაც საშუალება მისცა ნებისმიერი რაოდენობის თანხა ერთპიროვნულად განკარგოს. იურისტის თქმით, ეს უსამართლობის დამკვიდრებას უწყობს ხელს. და თუ მაგათაც საუბრობთ გასართობ ღონისძიებებზე, შეჯიბრებითობა და კონკურენცია იმას უზრუნველყოფდა, რომ როგორც მინიმუმ ის კონცერტები თუ გასართობი ღონისძიებები იქნებოდა უფრო ხარისხიანი. და დაუშვათ დაიხარჯებოდა ამ კონცერტებში უფრო რაციონალურად ეს თანხა და არა ისე როგორც იხარჯება. დღეს შემდეგნაირი სურათია. პრეზიდენტი ერთპიროვნულად წყვეტს თანხა რისთვის გამოყოს. კულტურის სამინისტრო სამართლიანი შერჩევის გარეშე ერთპიროვნულად წყვეტს ეს თანხა რომელ სუბიექტს გადასცეს. იურისტების თქმით, ეს ყველაფერი კანონიერია, მაგრამ უსამართლო. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს არის კორუფცია. ამას ქვია კორუფცია, როდესაც შენთან რაღაც ნიშნით დაკავშირებული ადამიანები შენგან იღებენ იმ სარგებელს, რომელიც არ უნდა მიიღოთ. უსამართლობაზე ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებიც საუბრობენ. შეიძლება მაშინ რა განსხვავება კომუნისტურ რეჟიმს შორის და დღეს შორის თუ გამჭირვალობა საერთოდ არის და იგივენაირად პარტიული სისტემით ხდება სელექცია ამ პროექტების და პარტიული სისტემით ხდება ჩემიანის და სხვისიანის გაყოფა და არა ის, რომ პროექტი არის მიზანშეწონილი ქვეყნისთვის და მომგებიანი თუ არა და ეს თანხა ღირს რეალურად თუ არა. კულტურის სფეროს კრიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფო მეტილად იმ მიმდინარეობებს უნდა აფინანსებდეს, რომელსაც გადარჩენა და ხელშეწყობა სჭირდება. კომერციული მუსიკა კი სახელმწიფოსაგან არ უნდა დაფინანსდეს. საერთოდ არ არის ხელშეწყობა, ასე ვთქვათ, არაკომერციული ხელოვნების, რომლებიც არ არის გათვლილი რაღაც მასობრივ მოხმარებაზე, მასობრივ გემოვნებაზე. აი ეს სფერო მთლიანად დარჩენილია ყურადღების მიღმა. ჩვენთან ფინანსდება კომერციული აფსა, ასე ვთქვათ, აფსა არ ვიცი, რაღაც შეიძლება ცოტა სუდაჟღებს, ყველაფერი კომერციული აფსა არ არის, მაგრამ ფინანსდება კომერციული რაღაც. ანუ ესე იგი ბიზნესმენი ხსნის რაღაცას ფულის გასაკეთებად და ეხმარებიან მას, რომ ფული გააკეთოს. ფულს აძლევენ, რომ ფული კონდეს. ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტაციებში შემსრულებელ ფირმებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების დიდ ნაწილს ხელს კულტურის სამინისტროს კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა ბერიძე აწერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერია. რატომ ხდება ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ფირმებისათვის სახელმწიფო დაკვეთის გადაცემა? დაფინანსებს თუ არა სახელმწიფო მუსიკოსებს პოლიტიკური ნიშნით? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ჩვენ კულტურის სამინისტროს ვთხოვეთ, მაგრამ ინტერვიუზე უარი გვითხრეს. სამინისტროსაგან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ დასაფინანსებელ პროექტებს მათ დეპარტამენტებში მომუშავე სპეციალისტები არჩევენ. თუმცა ერთ-ერთ შოუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასართობი ღონისძიებების დაგეგმვაში თავადაც მონაწილეობს ხოლმე. ბათუმის ფესტივალზე გითხართ, მართალია რომ ის პროგრამა თქვენს მიერ შედგენილი იყო? მაინც ავით ამბობენ და მე მეც მონაწილეობდი, მე რამდენჯერმე ჩემ კაბინეტში გაიმართა თათბირი. კი ეს ასეა, იმიტომ რომ მინდოდა რომ გვეჩვენებია და ბევრი უცხოელს ვიწვევდით სოფლიოში, რომ ჩვენ გვაქვს უმაღლესი კლასის რაღაც.